შუახევის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია. დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განსაუბრება ჩატარდა. კომისიის წევრები რესურს-ცენტრში კონკურსანტების საქმიანობის სამომავლო გეგმებსა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს გაეცნენ, თუმცა 7 კონკურსანტიდან 60%-იანი ბარიერი ვერავინ გადალახა. როგორც მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი აცხადებს, შუახევის რესურს-ცენტრის მოქმედი ხელმძღვანელი მოვალეობას 1 იანვრამდე შეასრულებს, შემდეგ კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. შუახევის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი უკვე მეორედ ჩაიშალა. სამწუხაროდ წარმოდგენილი კანდიდატურებისაგან ვერცერთმა ვერ გადალახა 60%-იანი ბარიერი და ისევ დარჩა აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური და მომავალი წლის დასაწყისში სავარაუდოდ იანვრის შუარიცხვებში ალბათ ისევ გამოცხადდება კონკურსი. ჩვენ მქონდა გარკვეული კრიტერიუმები და კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე უნდა ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება მიღებული.